მოგესალმებით მეგობრებო, ღამე მშვიდობისა, ახალი მოსული ვარ. დღეს მოკლედ ჩვეულებრივი დღე იყო, ბევრი ხალხი არ დადის ჯერჯერობით, იყო, რა თქმა უნდა, ახლა შემოსული ხალხი და დღეს ცოტა ხნით გავედი, იმიტომ რომ მე ხო ახლა ვერანაირად სხვანაირად ვერ მოვახერხებ ყიდვას რაღაცის, ხო? და ასე ვთქვათ, აქვე რა, მაშინ კარფურში ვიყიდე კვერცხი, ენდრო, მოკლედ საღდგომო რაღაცები ვიყიდე, შევიძინე და მქონდა სამსახურში რა, სანამ დასრულდებოდა დღის ბოლოს 11 საათზე და მოკლედ მოვჩანჩალდი სახლში. თანამშრომელმა კიდევ დააწყო ბევრი პასკები ქუთაისში წასაღებად და ჩვენც ასე ვთქვათ გვაჩვქა თანამშრომლებს მეორე პასკა გამომატანა გემრიელესი, რა თქმა უნდა, ახლა გავსინჯეთ. მოკლედ ძალიან კარგი ხელი აქვთ შეფზარეული და ცოლქმარი არიან. აი მართლა ოქროს ხელები და ყველაფერი რომ გამოსდით უგემრიელესი. ხო და ხო დღეს კიდე რა იყო ესეთი აი არ ვიცი რა, მოკლედ რა მოგიყვეთ ახლა სამსახურზე, ესეთი საინტერესო რომ ვთქვათ, ასე უბრალოდ აი ძალიან იწელება დრო, საქმე ბევრია თავისთავად, იმიტომ რომ ახალი გარემონტებულია, კიდევ აი რაღაცა თვალი ამჩნევს რაღაცებს, რასაც ვერ ვამჩნევ თანამშრომელი მაჩვენებს და მოკლედ აი ჯერ კიდე ეს ბოლო შტრიხებიო რო იტყვიან, მაგრამ ერთი მინდა ვთქვა, რომ სამზარეულოს აი ჭყვიალი გავდის ისეთი ლამაზია, სულ ახალდახალი ყველაფერი და აი ამ ახალს და ამ ყველაფერს ამ რემონტს უნდა კარგი, ასე ვთქვათ, შენარჩუნება და მე ვიცი, რომ ბევრს არ ახასიათებს, ასე ვთქვათ, იმ სამსახურში, სადაც მუშაობს, როგორც საკუთარის გაფრთხილება ბევრმა არ იცის ესე, ოღონდ რაღაცა გააკეთონ და თავისი ხელფასი აიღონ და წავიდნენ სახლში. მე ვიცი ბევრი ასეთი და ამიტომ მე ცოტა განსხვავებული ხა თავს არ ვიქებ მეგობრებო, მაგრამ ჩემი თავის ამბავი ვიცი, როგორც აი როგორ თქვა, ძალიან ახლოს მიმაქვს ხოლმე ყოველთვის ესეთი რამე გულთან და ვცდილობ, რომ როგორც საკუთარს ისე გავუფრთხილდე. აი სხვათა შორის ახლა აი ამაზე გამახსენდა აი თხოვება რო იცოდნენ ბავშვობაში, ან თუნდაც ცოტა ზრდასრულ ასაკში რაღაცის ვთქვათ აი თხოვება, ხო? ან მე ვათხოვო, ან ვინმე ეს ვეთხოვო, ხო? ძალიან ხშირად ყოფილა, რომ მე ვისთვისაც რაიმე მითხოვებია, ან დაზიანებული, დაბრუნებულა, ან რაღაცა, მოკლედ აი ესეთი რაღაცები და ესეთ რამეებს ვარ დაკვირვებული. და ვფიქრობ, რომ აი ზუსტად ეს არის, რომ აი მოფრთხილება არ იცის ადამიანმა საკუთარს, ზოგი საკუთარსაც არ უფრთხილდება, მაგრამ ზოგადად ესეთი დამოკიდებულება არის. ამას წლების განმავლობაში ხედავ. ვიყიდე, როგორც იქნა, ვაღირსე ჩემ თავს საღებავი, ეხლა თან ყავაც მოვიდუღე უკვე, იმიტომ რომ სამზარეულოში ვიფიქრე, მეთქი სამზარეულოში გადავიღებ თქო ვიდეოს, მაგრამ მოკლედ კატების გამო, ახლა ხო არიან წყნარად, ახლა თუ შიათ ძალიან, ხო? რატო აქ არ მიკნავიან? როგორც კი სამზარეულოში ფეხში ედგა, იწყებენ პანიკურ იმას კნავილს. ხო რა უნდა მეთქვა? გამახსენდა. ახლა სათვალეს გავიკეთებ და იმ კომენტარზე გამეცინა და ეს მინდა ახლა
წავიკითხო. სხვათა შორის ჯერ ვერ მოვიცალე რომ იქ გულები და მეც აი წარმოიდგინეთ ახლა ტელეფონი რომ მქონდეს ხო თავისთავად ახლა რაღაცა შუალედში რომ ჩამოვждები და ვისვენებ ხო მაგ დროს შევძლებდი პასუხის გაცემასაც და გულების დაწერასაც მაგრამ ესეთი სიტუაცია გვაქვს ჯერჯერობით სოსოს ტელეფონს დაახლოებით ჭირდება ანუ რომ შეკეთდეს 80-90 ლარი და ჯერ ვერ შევუგროვე ჯერ პრიორიტეტში ეს კრედიტი მოკლედ ჩემდა დიდი ხნის წინ ანუ დიდი ხნის ერთი თვე იქნება უკვე გასული ერთი ჩვენი ოჯახის ახლობლის და ასევე ვანდას თანამშრომელია რომელმაც ასე ვთქვათ ვანდას მისცა თანხა და ვანდა მე მომცა იმიტომ ძალიან მჭირდებოდა და ეხლა უნდა დავაბრუნო და თან ამ ადამიანს აქვს თვალი საოპერაციო და მოკლედ ძალიან ისე უხერხულად გვხსნობ თავს ხო და ეხლა ვნახოთ ეს კომენტარი რომელზეც გამეცინა ეხლა რეკლამა იქნება ეს ნოუთბუქი არის უკვე გადასაგდები ეს არის პატარა ნოუთბუქი სოსოს პირველ კლასში რო აჩუქეს აი ის ანუ ძირითადად მე ამ ნოუთბუქით ვუყურებ ხოლმე რაიმეს და სოსო კომპიუტერით რა თქმა უნდა მე ალბათ მაგასაც დავადგავ საშუალს და ისეც შევიძენ რომ ასე ვთქვათ კარგი მონტაჟიც გავაკეთო და უბრალოდ ასე ვთქვათ კაი საყურებელი იყოს ვიდეო იმიტომ რომ ახლა უბრალო ვიდეოებს ვიღებ რატომაც არა ყოველდღიური ვლოგიც შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო საყურებელი კადრები რაკურსი ну მოკლედ შეიძლება გაკეთება უბრალოდ მობილურით ბევრს ვერაფერს ვერ ვახერხებ ძალიან ასე ვთქვათ მოუხერხებელია ჩემთვის მირჩევნია მაუსით ან მოკლედ ესე გავაკეთო და ახლა გეტყვით ну მოკლედ მილოცავთ მადლობა გილოცავთ მშვიდობაში მანდი ძალიან გამიხარდა გილოცავ მშვიდობაში მოიხმარეთო დიდი მადლობა გილოცავთ მშვიდობაში ძალიან უბრალო ადამიანი ხარო სხვა ბლოგერებისგან განსხვავებით არ ვიცი მე სხვა ბლოგერებს ნუ შემადრით იმიტომ რომ მე ვინმე ანუ სხვა ბლოგერი ჩემთან რომ შემოვიდეს და კომენტარი წაიკითხოს შეიძლება ეწყინოს შეიძლება კომპლექსიც აქვს ზოგს კამერასთან და ამიტომ ცოტა ესე დაჭერილად საუბრობს ან რამე და აქედან გამომდინარე შესაძლებელია რომ შეცდომაში შეხვიდეთ და იფიქროთ რომ ну არ ვიცი ახლა ვის გულისხმობთ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცოტა უხერხულობას ვგრძნობ ასეთ დროს და ანუ უხერხულად ვგრძნობ თავს ну ძალიან მომწუხარო დიდი მადლობა გამოგიწერე მაგრამ ვერ გწერო Facebook-ზე რომელ Facebook-ზე გამომიწერეთ ჩემი Facebook-ი არის Madi Chell ანუ ლათინური ასოებით Madi Chell ეს იმიტომ რომ Madi ანუ შემოკლებით ჩემი სახელიდან Madlena Chell Chelidzē ანუ ინგლისურად ჭელიძე რა მოკლედ და იმიტომ როგორ შეიძლება დაგიკავშირდეს სამსახურთან დაკავშირებითო სამსახურთან დაკავშირებით მე უკვე მაქვს სამსახური რა ვიცი ჯერჯერობით მაქვს და ხო ანუ დავიწყე პირველი რიცხვიდან თუ სწორედ მახსოვს უკვე ცოტა ავირი მშვიდობაში საჩუქარი ეს ერთი და სხვა მრავალი დიდი მადლობა რა კარგია გილოცავდი ადამიანს ხო ბარაკა არ მოაკლოს უფალმა ასე გაგხარათ ნამდვილად ხვავი ბარაკა ესეთ ადამიანებს არ უნდა მოაკლოს ღმერთმა იმიტომ რომ როცა ადამიანმა იცის გაცემა გაღება ხო ის ძალიან ბევრს იმსახურებს ცხოვრებაში აი ყველა გაგებით
იმიტომ რომ წუწურაკი ადამიანები განა არ არიან ფულიანები და შეძლებულები, მაგრამ არიან წუწურაკები, ხო? ვიცით ესეთი რაღაც. ნუ მე რა უფლება მაქვს ვინმეზე რამე ვისაუბრა, ნუ თავისი გადასაწყვეტია ადამიანის, ხო? მე იმას კი არ ვიძახი, გინდა თუ არა, მე უნდა დაჩვენოს ზოგადად რა არიან ესეთი ადამიანები. მაგალითად, ეხლა თანამშრომელმა რომ მოყვა რაღაც ნუ სამსახურში მუშაობდა, საკმაოდ ცნობილი ქსელი ყოფილა ქუთაისში და რაც გამოუცხიათ მგონი ხო პასკა გამოუცხა და ნუ გასინჯეს ეხლა თანამშრომლებმა აი წარმოიდგინეთ ეხლა ეს სიტუაცია გასინჯეს თანამშრომლებმა და უფროს ანუ უსაყვედურია როგორ გაბედეთო მთელი ამბები პასკაზეა მეგობრებოთან საუბარი და აღდგომის დღესასწაულზე წარმოიდგინეთ და დააწერინა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, ანუ პასკის გაჭრეს გულისთვის, რომ უბრალოდ გაესინჯათ, როგორი გამოვიდა, როგორია და მოკლედ ამის გამო და წარმოიდგინეთ, ისე ეხვეწებოდა თურმე ეს თანამშრომელი, ანუ იმ ორგანიზაციის ფირმის თანამშრომელი მუხლებზე დაჩოქილა და ეტყობა ძალიან სჭირდებოდა ეს სამსახური. წარმოიდგინეთ, ვინც ის როგორ უჭირდა რაღაცა ვალი ქონდა, რაღაცა ქონდა და აი ესე გაანთავისუფლა და ნუ ღმერთმა რა თქმა უნდა არაცადა და დაისაჯა. თურმე იმ წელს საერთოდ პასკა ვერ გაყიდეს და ძალიან ცუდად წავიდა ძაღლი და ასეც არის ღმერთის წინაშე ვინც მსგავს რაღაცა ცოდვას ჩაიდენს, აუცილებლად წინ დახვდება. ბევრი არის, მეგობრებო, მე ვიცი ძალიან ბევრი, რომ აი ძალიან სკეპტიკურად უყურებს ამ საკითხს, არ სჯერათ ღმერთის და არ ვიცი მე რის ისჯერათ ესეთ ადამიანებს, მაგრამ ნუ არიან ძალიან ბევრი ესეთი ცოდვილი და ნუ ათეისტებზე აღარ ვსაუბრობ, ათეისტები საერთოდ არ მიმაჩნია ადამიანებად და რატომ იცით ახლა სწორედ გამიგეთ ადამიანს რომელსაც არ აქვს რაიმე შიში და რიდი არ ვიცი ის ყველაფერზე წამსვლელია ხო მე რატომღაც ესე მიმაჩნია რომ ანუ თავისთავად ახლა შეიძლება რაღაცაზე დაისაჯოს მაგრამ თქვას რომ ეს აი ესეთი ნუ შემთხვევა მოხდა და ნუ ეს კანონზომიერება და რაღაცას ისურვება მოკლედ დილოცავ გამიხარდაო მშვიდობაში შენაძენიო მადი რა მაგარია საერთოდ მანქანა გილოცავ შეგეხმიანებიო ეკა სრულ თქვი ეკაზე რო თქვი რომ ეკა შემეხმიანებ ეკა ნუ მოკლედ აი გაჩვენებ ეხლა ეს მიდევს არა ჩამოკიდებული მაქვს და გელოდება ძვირფასო შენი ნამუშევარი არ ვიცი ვისაც არ გაქვთ ნანახი, აი ესეთი საკიდებით არის, აი ესეთი უკან ესეა, მოკლედ აქ მადიარტია წერია. ასეთი გასაღებების საკიდი. ეს ყველაზე ესეთი რთული ნამუშევარი, რთული იმ გაგებით, რომ აი ძალიან ბევრი დეტალები აქვს რა მოკლედ და მოკლედ წინა ვიდეოებში შეგიძლიათ ნახოთ მეორე მხრიდან კამერით უფრო უკეთესი ხარისხით რომ იღებს მაქვს ასე ვთქვათ გადაღებული ეს ხო და ასე რომ გელოდება ეს აი ესე მიკიდი აქვს და გელოდებათ არის პატრონს ეკა და მაკამ მოკითხა ჩემგან ხო და ახალ ნამუშევარზე ოღონდ ეს ცოტა განსხვავდება მუშაობ ქვია უნდა წესით აქამდეც დამემთავრებინა ახლა რო იქნება დასვენება იმედი მაქვს არა იმედი სიტყვა არ მიყვარს ხო თქვი კიდევაც ძალიან ბევრჯერ იმიტომ რაღაცა გაურკვეველია მოლოდინი მაქვს რომ დავასრულებ ამას ჯერ არის ასე ვთქვათ მომზადების პროცესში მაგრამ ისე აი ხელებს მივადებ დამაგრებულიც არ არის ну დაახლოებით აი ესეთი ვარიანტი იქნება საღამოს ასე ვთქვათ ქალაქის რაღაცა პატარა მონაკვეთი აი ეს არ არის ჯერ ფანჯრები და გაკეთებული აქ უნდა იყოს მაღაზია ვიტრინა თავისი ეს გადმოხურულით როგორ ქვია ქენვა ეს პრეზენტი თუ როგორღაც
და აქ იქნება კიდე ანტენები, ну, როგორც ქალაქის, ასე ვთქვათ, ცოტა ძველი ქალაქის სტიკორპუსი, მთვარიანი ღამე, აქ თავისთავად კიდე ვარსკვლავები იქნება დასამატებელი და უკან ჯერ ესეა, მერე აქაც შეიღებება თავისთავად და აქ ქვემოთ გაუკეთდება ეს საკიდები რა და თავისთავად აქაც საკიდი გაუკეთდება და იქნება ესეთი ეს ჯერ დაუსრულებელი ეს არის ნამუშევარი. ხო, ეს გამზადებული, ანუ ეს უფრო ესეთ რაღაცა ცისფერია, ну აქ კიდე რაღაცას გავაკეთებ. მოკლედ აი ესე ჯერ მიდევს და ველოდები თავისუფალ დროს, როცა შევძლებ ამ ყველაფრის დაგვირგვინებას. ხო, რაც შეეხება ახლა ჩემ დროსთან დაკავშირებით. უი, ხო, მაპატიეთ თავარი ახლა რა ჯერ ჩავყვე ამ კომენტარებს. მადი რა მოგეხო მადი კიდევ ერთხელ დავწმუნდი სასწავლები რომ ხდება გაიხაროს მაგ ადამიანმა 1000-ად დაუბრუნდესო. ამინ მართლა დაუბრუნოს ღმერთმა 1000-ად და უფრო მეტადაც მართლა იმსახურებს. გილოცავ მადი, როგორ გამიხარდა ეგ-ერთი და სხვა მრავალი. დიდი მადლობა გოგოებო. მშვიდობაში მოიხმარა შენაძენიო. ხო, უკვე ხმარობ მშვიდობაში ვრეცხავ და ვარ ერთ ამბავში. მშვიდობაში მოიხმარე უამრავი სიხარული და სიკეთე გქონდეს ცხოვრებაში. დიდი მადლობა ელენა. მშვიდობაში მოიხმარე კიდევ წერია ფიქრია დავწერე ისე მიხარია თითქოს მე შემეძინოსო გაახაროს ღმერთმა დაგინდა გადობი ისე მიხარია თითქოს მე შემეძინოს გაახაროს ღმერთმა ვინც გაჩუქათ და ასევე დიდი და პატარა სიხარულები და საჩუქრები გქონდეს ყოველდღიო ამაზე მაგარი გრძნობა რა უნდა იყოს რომ ბედნიერს ხედავდეთო. დიდი მადლობა ფიქრია. მეგობრებო, ფიქრია არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი. და ძალიან ლამაზ, ასე ვთქვათ, ნივთებს ქმნის. დამწერმადი მიხარია, შენი წინსვლა ხო არ ვიცი ახლა როგორ ერთ ვიდეოში ალბათ აი ფიქრიას მას Facebook გვერდს გეტყვით ან დავწერ ლინკს მოკლედ ახლა ეს დროსთან დაკავშირებით მანდ მივდივარ ზუსტად ახლა დროის ის რომ აქვს მშვიდობაში ხო მადი მიხარია წინსვლა და ხო აი ეს ირმა მომწერა მადი მიხარია ამაზე გამეცინა მადი მიხარია შენი წინსვლა დაჯექი ხოლმე და ისე ისაუბრე ასეთი დაღლილი ფეხზე რომ დგახარ ესე იგი ეს თანამშრომლის ტელეფონით გადავხედე უბრალოდ ეს კომენტარებს და ეს რო წავიკითხე ისე გამეღიმა ესე იგი იმდენად დაქოქილივით ვარ ხო სამსახურიდან მოსული რომ მაგდენს კი აი მაგდენი კი ვერ მოვიფიქრე მეგობრებო რომ მართლა დამჯდარიყავი აი ხლა იმითაც დამჯდარიყავი და ისე მესაუბრა მართლა რა ძალიან მედგა ხო და აწი დაღლილი რომ მოვალ დავშდები ხოლმე ესე ჯობია ცოტა შეღავათიც იქნება მართალია წუხელაც გვიან დავიძინე ალბათ 3 საათი იყო და ну დილას ადრე ავდექი ისე და ახლა მაგაზე დაგელაპარაკებით მოგიყვებით რა დრო მაქვს როგორ ვანაწილებ მშვიდობაში მოიხმარე ძალიან მაგარი საჩუქარია მადლობა მშვიდობაში მადი ღმერთმა გვიმრავლოს კეთილი ადამიანები და უფალმა დაუცოთ ძალიან გამიხარდა რასაც თქვენ წვალობდით ხელით რეცხავდი მეგობრებო ძალიან ესეთი მსუბუქ რაღაცებს და რაც უფრო ისეთი იყო რასაც აი მართლა აი მაგალითად სოსოს შარვალი ჯინსები ან რაღაცა ისეთი ან ფეხსაცმელი მაგალითად და ესეთი რაღაცები უფრო მსხვილი რამე აი პლედები თეთრეული და ესე თეთრეული მახსოვს ადრე მაქვს ვიდეოში მოყოლილი იმდენი ისა და მოკლედ ხო დანარჩენს დედასთან დავატარებდი მაგრამ ძიმებს ვათრევდი აქეთ იქით ეს კი ვწვალობდი კი
ნამდვილად არ არის მე ძველი გამომწერი ვარო და ვიცი მესმის თქვენი გვერდმა ბევრი შეგაძენოთ მადლობა ძვირფასო ხო ანამ გულები დამიხატა მადლობა ამადი რა ღირდა სარცხვი მანქანა მგონი რამდენი გადაიხადე მგონი ვთქვი ვიდეოში მაგრამ რა ვიცი თუ არ მithქვამს მაშინ 499 ანუ 500 ლარი. ვთქვი, კი, ეტყობა ისე სწრაფად ვთქვი, რომ ვერ გაიგეთ. 500, ფაქტიურად 500 ლარი გამოდის, ხო? არა და უფრო იაფიც იყო, იაფი ვარიანტი 300 რაღაცა ღირდა. და ჯერ იყო 300 მგონი 56 თუ რაღაცა ის გაიყიდა. მერე იყო 399-იანი ისიც გაიყიდა. და აი ეს იყო როგორ იცით, აი უკვე მეთქი ესეც გაიყიდება და აღარ დავჭირ და მოკლედ აი ძალიან ესე ჩქარჩქარა მოაგვარე ეს ამბავი. მოკითხვა გერმანიიდან საყვარელი მადი. მადლობა, მეც მოგიკითხავთ თბილისიდან გერმანიაში. მე ვიცი რაღაცა გერმანიაში რა ცოტა ურზაური არის პოლიტიკურ არენაზეო და მათი ვადევნებ ხოლმე თვალყურს ვადევნებდი უпроსოდ ახლა აღარ შემიძლია ვერაფერს ვერ ვადევნებ თვალყურს ტექნობუმი უზომოდ მიყვარს მეც შემიყვარდება ისე ვატყობ იმიტომ რომ დათვალიერებაც ვერ მოვასწარი მეგობრებო იმდენად სწრაფად შევარდი და გამოვარდი რასაც ქვია იმ ტექნობუმში მაგრამ ინტერესი მაქვს მაგრამ ისე შორს არის არ ვიცი ალბათ მარშრუტკები ალბათ დადიან და ერთხელ შეიძლება მოვახერხო და მე და სოსო წავალთ და დავათვალიერებთ შევხედავთ რაღაცა იქნებ იდეა მომივიდეს და მე შევაგროვო და რაღაცა ვიყიდო თან მაგალითად არის რაღაცა ისეთები რაც მჭირდება მაგალითად ეხლა უკვე დათბა და იმდენად არ დამჭირდება მაგრამ ფენი ზამთარში რომ თავს რო ვიბან უცბად რო გავიშრო რომ ნესტიანი თმებით რო არ გავიდე ქუჩაში სიცივეში და ახლა უკვე კაი ამინდებია ნუ ეს ცოტა იქით შორი გეგმები თუ რაღაცა ისე მიწვალია უთოთი მაგრამ გაშრობა უთოთი ცოტა რთული ამბავია ხო დღეს ერთხელ უნალეკო ყავა კარგია ერთხელ მე რო სამჯერ სვა ну, ანუ ორჯერ მინიმუმ. ну, რა ვიცი, ნორმალურად არ სამსახურში კიდე უნალეკო ყავასაც დღეს თანამშრომელს უთხრა ბარმენმა, რომ ესო რა ქვია, აბა გასიჯეო კაპუჩინოს ის ну აპარატი ცოტა რაღაცა ხო არის რომ უნდა რაღაცა ეგრეთ წოდებული მუღამი დაუჭირო, ხო, რომ რაღაცა ჩამოვიდეს ისე როგორც დოზა იქ მთელი ამბები და მე ვეღარ დავლევ ვისაც ანუ შესთავაზა გასასინჯად და ისიც დავლე ისეც დავლე მოკლედ უნალეკო ყავით ვიჭრიბები მე მგონი ну 2-3 ჭიქა კი გამომდის დღის მანძილზე მთელი დღის მანძილზე და მე კიდე მოვდივარ და ესე ნალექი ყავას მივირთმევ გამიცივ და არ მიყვარს ცივი ყავა საერთოდ ცივი არ მიყვარს. ჩემი დაქალი სპეციალურად ელოდებოდა აციებდა და ისე სვავდა ხოლმე. მშვიდობაში მაგარი შენაძენი კიდევ ბევრი ოცნება აქვს უბლებოდეს მანე კარგად გიმყოფს ღმერთმა გამხარებელიო ღმერთი გაახარებს და კარგად არის და კარგად იქნება რა თქმა უნდა. ესეთი ადამიანები ყოველთვის კარგად არიან და უნდა იყონ კარგად. ხო ღმერთმა ბარაკა მისცეს იმას ვინც გისაჩქარდა და შენც ისე ყოფილიყავი რომ ბევრი საჩქარი გეკეთებინოს აი მაგას ვოცნებობ აი ხო ოცნებებზე იყო ლაპარაკი ხო აი ეგ არის ჩემი ოცნება რომ მე ვაკეთო საჩუქრები და დადგებოდეს მალე ის დღე რომ მე ვახარებდე ხალხს ჩემი გაკეთებული რაღაცა საჩუქრებით მიულერი სოფელში მაქვს და ძალიან კარგად ვხმარობ 450 ლარი მივეცი ტექნობუმში სექტემბერში 6 კილოგრამში ძალიან კმაყოფილი ვარ მეორე ძვირიანი მაქვს თბილისში და იმას ჯობია მართლაო რომელს ჯობია
მიულერი ჯობია? მეორე მაქვს თბილისში და იმას ჯობია მართლა. ალბათ თბილისში რომელიც გაქვთ იმას ჯობია ის მიულერი? აბა დამიწერეთ კომენტარში ვერ მივხვდი. ნუ ალბათ მე ესე გავიგე რომ ის ჯობია, ანუ მიულერი ჯობია. რა ვიცი, გერმანული ყველაფერი კარგი იყო, ოდეთ განვედა, რა ვიცი, ახლაც ალბათ ესეა. ეგ რომ ჯდება ხოლმე შოკში ვარდებიო. რა რო ფუჭდება? ეგ რო ფუჭდება ხოლმე შოკში ვარდებიო. საერთოდ მანქანა? რა ვიცი, მეგობრებო, იმდენი რაღაცა აგერ ახალი მაცივარი ჩემი ბრალი იყო, ეხლა ვერ დავაბრუნებ, მეთქი ვერ დავაბრალებ იმას ხარისხს და იმას, იმიტომ რომ ჩემი ბრალი იყო. არა, იმას დავაბრალებ, რომ უადგილას ქონდა ის რაღაცა პატარა ნაწილი ფილტრიო თუ რაღაცა ქვია. მოკლედ მოვედე და ის მილი გატყდა კი არა და ხო რა მოძურა და გამოვიდა ეს მთელი ის რაც სისტემაშია ისა შიტინებდა და ეს ორთქლს უშვებდა გული გამოსწია მეთქი რა ხდება თქო უცბად გამოვრთე ის ხსნარი რაც არის რა რაც ყინავს ეგ გამოვიდა და თუ გახსოვთ ძველი გამომწერები რომლებიც ხართ გემახსოვრებათ ხელოსანი მყავდა ვიდეოც მედო როგორ აკეთებ და მგონი ზოგადად გადავიღე ის 150 ლარი თუ რაღაცა ეგრე დამიშდა ზუსტად ახარ მახსოვს მეგობრებო გადასახედი მაქვს ეს ვიდეო ხო და რაც შეეხება ახლა დროს ეხლა უკვე 25 წუთია პირველის. ესე იგი, რომ მოვდივარ. ანუ ვიდეოს რო არ წერდი რა, ეს დღეები 3-4 დღე ხო დაახლოებით. რომ მოვდიოდი, რას ვაკეთებდი? ну თავისთავად ახლა ჭურჭელს დავრეცხავდი, შევხედავდი იატაკებს, რაღაცა დავასუფთავებდი, სოსო ახლა ვერ მაშვება თუ რაღაცა კატებმა აურდა ეს სააბაზანაში მივხვდით ხო, თავის ამბებში რაღაცა, მე ვასუფთავებ ყველაფერს, ვარ გაწამაწეში, ანუ აი ეს გენერალურად ვერ ვალაგებ მეგობრებო ჯერ მაგრამ ძირითადად ახლა მთლიანობაში მთლად ისეთი თავზე არ გვაყრია და რაღაცა, მაგრამ მე როგორც მიყვარს და მე როგორც აი სიამოვნებს სახლი რომ არის ხო დაალაგებული, ისე არ არის თავისთავად და ცოტა მაღიზიანებს ის რომ შევხედავ რაღაცას და ისე არ არის და ახლა მაგალითად ამ ჩურჩუთ გაფის, არ ვიცი რა მოელანდა, ცოტა რაღაცები ემართება ხოლმე უადგილას იცის ხოლმე რაღაცების გაკეთება. თხელი ფარდა ცოტა იატაკზე არის რა, მოკლედ დასამოკლებელია, ახლა ესეც მაქვს შესაკერი. უნდა ჩავინიშნო, თორე რაღაცები გამომეპარება დასვენების დღეებში აუცილებლად გავაკეთებ. ეს იატაკზე რომ ცოტა იდებოდა, ზედ მოუსაქმია ოღონდ პატარა რა, ანუ დიდი არა კიდევ კარგი. მაგრამ არც ისაა ნაკლები, ჩამოხსენი ახლა ცოტა ხნის უკან, სანამ ვიდეოს დავიწყებდი ჩაწერას, ჩამოხსენი და შევაგდე საერცხლის მანქანაში. აი, რატოა კაი საერცხლის მანქანა? ახლა მე ხო ამას ჩამოხსნიდი და მე უნდა მეფიქრა, როდის გავიდე დედასთან იქ გავრეცხო, მე მოვიდა მოკლე. აი ესე ხელი გეწყობა ესეთ რაღაცებში. ხო და მოკლედ ახლა თან თმა მაქვს შესახები უკვე რას მიგავს მეგობრებო არ ვიცი ფორმაც და მე მაქვს ისეთი თმის სტრუქტურა რომ შეღებილი თუ არ არის შენაღები ხო ცოტა რას აკეთებ დაფი იქიდან გამოყო თავი როგორ მიყურებს თუ შენაღები არ არის ძირები რაღაცა ესეთი მოსლავებული თუ როგორ ვთქვა მორდარბილებული ესე დავარდნილია თმა და ფორმას ვერ ინარჩუნებს და ცოტათი მაინც საღებავი რო წვავს თმას ფორმას ინარჩუნებს გავიმეორე არ მიყვარს ესეთი და იგივე სიტყვის გამეორება სხვა გზა არ იყო სხვანაირად ვერ ვიტყოდი
ხო და ის ბადრიჯნის ფერი ეს არის 251 ნომერი და შევიღებავ მარტო ძილებს არა აქეთ ქვემოდაც შევატყევ გახუნებულია იმიტომ რომ ქერა ხო იყო და ქერამ ესეთი ფერი მიიღო რა საბოლოოდ ხო მოკლედ ახლა მე ამ ვიდეოსაც ავტვირთავ სოსო მითხრა რაღაცა სადილი მომზადეო ხალისისო კიდე რაღაცა მაკარონი მინდაო მოკლედ კურიოზი უნდა გითხრათ სამსახურიდან თანამშრომლის ტელეფონიდან მურეკავ სოსოს და სოსო მეუბნება რომ ჟელე თუ შეგიძლია წამომიღეო ჟელეო ანუ იგულისხმება მაღაზიაში ანუ გაიარე და იყიდეო მაგ დროისთვის ანუ მე როცა გამოვდივარ კარფური დაკეტილია და ქვემოთ არის ლიბრეს არ ქონდა ხო თან კურიოზი რაში მდგომარეობს ზუსტად ამას რომ მეუბნება წინ ანუ გვიდევს ანუ იქ სამზარეულოში ჟელე გაკეთებული მომზადებული უკვე და ესე იგი ეს ხო იყო ეს მომენტი მე წავედი იქ არ იყო და მე შუალედში ანუ გავირბინე ახლოს არის რა მოკლედ გავირბინე ვიყიდე ეს ჟელე და მაინც სული აუსრულე სოსოს და არა მაშინ მეორე დღეს ვიყიდე ხო იქ აბა ღამე იყო და დაკეტილი იყო უკვე კარფური ხო და დღეს უბრალოდ დღეს არა გუშინ თქვა სოსომ რომ მაკარონი მინდაო და დღეს ჩვენ სადილად გქონდა მაკარონი და რაც მე მინდაო თქვენ რატო გაქვთო ისო რატო ჭამთო იმას რაც მე მინდა ხოლმეო ხო ნუ დღეს რა ვიყიდე ხლა კარფურში პასკა ვიყიდე ერთი ცალი პასკა საფერავი ღვინო კიდე რა ხო ორი შეკვრა ათათი კვერცხი ენდრო მწვანილები ვიყიდე რაღაცას მომამზადებ და ყოველთვის არის საჭირო მწვანილები დამინთავდა მოკლედ მწვანილები და ეს შეფუთვით ვიყიდე კიდე ტომატიც წამოვაყოლე ხელს კიდე რა იყო რაღაცა ხო ჟელე მოუტანე სოსოს რომ ბავშვი აქ ასე მიგდებული მყავს მთელი დღე მარტო შიგადაში გურეკავ ხოლმე მომიკითხავ რა შვები ჭამე საჭმელი ესა მოკლედ ხო სადილის მომზადება ისწავლა უკვე ხო და არა კვერცხს ისედაც იწვავდა აი ესეთი იოლი რაღაცები კარტოფილის შეწვა შეუძლია და ესეთი რამებს აკეთებს ხო და ესე მეგობრებო თემების განწყობაზე დღეს არა ვარ რაც შეეხება დროის განაწილებას აი ეს არის რომ საღამოს რასაც ვაკეთებ დილა არის კიდე აქტიური სანამ სამსახურში წავალ ადრე ვიღვიძებ თავისთავად იმიტომ რომ მჭირდება ჩემთვისაც მჭირდება რაღაცა დრო და დილას ხვალ მომიწევს ახლა დღეს სადილს რაღაცას გავაკეთებ და ხვალ დილას უნდა კვერცხები შევღებო რომ იყოს გამზადებული და კიდე რა შეიძლება დილას გაკეთდეს მოკლედ დავლაგდები და დავფიქრდები არის რაღაცები რაც რაღაცას ფიქრობ და მე მავიწყდება იმიტომ რომ გადაღლის ბრალი ეტყობა და ეხლა ახალი ჩვევას მას ვიზამ ჩემ თავთან ასე ვთქვა ჩავიწერ ხოლმე ახალ ჩვევას არა პრინციპში არ არის ჩემთვის ახალი ჩვევა მე ადრეც მაქვს ვიდეოებში ნათქვამი რომ კარგიც არის რაღაცა ჩამოწერა გეგმების უფრო დანერობით მიყვები და ასრულებ ესე ბლოკნოტი ეს მინისოს ბლოკნოტი ადრინდელი ნაყიდი მოკლედ ჩამოვწერ ყველაფერს რაც გასაკეთებელი იქნება და მე აღვნიშნავ რასაც გავაკეთებ და რო არ დამავიწყოს მე დავხედავ კიდე რა გასაკეთებელი თორე რაღაცას მაგალითად სამსახურში რაღაცას ვიტყვი ხოლმე ხო შეიძლება რაღაცა პირობაც იყოს რომ აი რაღაცა შევპირდე ადამიანს ხო და მე მავიწყდება მეგობრებო იმიტომ რომ 1000 რამეზე მიწევს ფიქრი ერთი ტვინით
ერთი თავით იწევს ყველაფერზე ფიქრი. თან ამ ყველაფერთან ერთად დედას მოვიკითხავ ხოლმე, ვანდას მოვიკითხავ, ნიკას ვკითხულობ, მოკლედ ყველაფერზე ერთდროულად. ესეთ ამბავში ვარ რა, მოკლედ. კარგით მეგობრებო, ახლა რომ მეც ბევრი არ დავხარჯო და რაღაცა საქმე გავაკეთო დაძინებამდე, ნუ ვფიქრობ, სადღაც დღეს იქნებ 2-ზე მაინც დავიძინო, იმიტომ რომ რაღაცა ისე გამოდის ხოლმე, რომ მაინც 3-ზე ან 4-ზე უნდა დავწვე, დავიძინო. გეფიცებით, ისევ ცხოვრობ, აი ეს დღეები, როგორც ნიუ-იორკში რო ცხოვრობენ რა, ღამე 4 საათი რო ზინავთ და მერე მთელი დღე ფეხზე რო არიან და რო შრომობენ, მუშაობენ და ერთ ამბავში არიან. ასე რომ თუ მე ამ რეჟიმს გავუძელი, всё, მივფრინავთ ნიუ-იორკში სოსო. ამ რეჟიმს ესე თუ გავუძელი, ესეთ რეჟიმს, ესეთი ტემპით და იმას, მაშინ წავალ. იმიტომ რომ იქ უფრო მეტი ანაზღაურებაც არის თავისთავად. ხო. კარგით მეგობრებო, ახლა მივხედავ რაღაცებს გავაკეთებ პირველ რიგში უნდა შევიღებო თმები და ამას ხო სჭირდება სადღაც 45 წუთი. და მე ჩამობანა უნდა, მოკლედ სანამ შეღებილი მექნება, კიდე რაღაცებს გავაკეთებ საქმეს. არ ვიცი რაღაცით ვიჭრი თუ ვიკაწრავ ხელებს დაცხრილული ვარ მეგობრებო და მეწვის რაღაცა ადგილებში აი აქ მაგალითად აი ამ ადგილში მაგ ახლა აქ თითებზე აქაც რეზინის ხელთათმანებით ვერ ვაკეთებ და არც არის ისეთი რეზინის ხელთათმანი რომელიც კომფორტულად მექნება რაც არის ახლა ეს სამზარეულოში ახლა ცომი და სადილიდით მზადდება ეს შავი ხელთათმანები როა ხო იცით ეს იმით იკეთდება რა სადილები ისე არ შეიძლება უბრალოდ ხელით შეხება სულ კეთდება ეს და ის რო გავიკეთე ის ხელთათმანი მოკლედ ესე რეცხვა და რაღაცა იმების კეთება ცოტა ეს არის სუსტი და ამიტომ არ გამოდის იხება ან რაღაცა და მოკლედ ზარალი ვიქნები რა წარმარა ახლა ხო არ გამოვიცვლი ამ ხელთათმანებს დღის მანძილზე 2-3-ჯერ ხო და რაღაცა ისეთი რომ ესეთივე თხელი იყოს და თან გამძლე ესეთი დამჭირდება შეიძლება სამედიცინო ვითომ უფრო გამძლე არ ვიცი მოკლედ რაღაცას მოვიფიქრებ და ხელებიც დაცული მექნება ეხლა არ ვიცი კრემს ალბათ რაღაცას წავისვა ყველაფერს რომ მოვრჩები სახესაც მივხედავ მეგობრებო ხო რასკე ვარ ნახეთ გაჩეჭილი ფორმა შეცვლილი აქვს ჩემ თმებს იმიტომ რომ სამზარეულოში რო ვტრიალებ ის მიკეთია ბენდენა მოკლედ როგორ გამოვიყურები გაჩვენებ ასე აი ეს ბენდენა რომელიც ადრე ზღვისთვის ვიყიდე უბრალოდ ზღვაზე ვიყიდე 3 ბენდენა მე სოსრომ და ნიკას გქონდა ესეთი ბენდენა აი ასე მაქვს მეგობრებო აი ესე დავდივარ აი ასე სამსახურში აი ესეთ ფორმაში ანუ ერთჯერადი ქუდები ხო იყო რაღაცად ვერ ვიგოე ასე მაჭერდა ყურები მტკიოდა ესე ყურებზე ნაზინ რეზინკებია მაგრამ მე მაქვს ძალიან ესეთი მტკენდა ყურებს რა ვიყიდო? რკინის? რკინი რა თხელი რა რაღაც ვერ გავიგე კაი ხო და ეს უფრო რბილია მოკლედ აი ესეთი ესე ვარ რა სამსახურში ხო და მეპრესება თმები და ნახეთ მე ხანდახან ერთი რამოდენიმეჯერ იყო რომ ესე პირდაპირ ესეთ თავწაკრული წამოვედი სამსახურიდან ორნაბიჯზეა მეგობრებო ძალიან ახლოს ასე რომ რა პრობლემაა თუმცა მაინც ხო და ესე კარგით ახლა დაგემშვიდობებით და ვერ გემშვიდობებით ვერ გელევით გუშინ იმდენი მაცინა გახიმ საცხის მანქანა რომ მქონდა ჩართული ისე სასაცილოდ ისე ნეტა გადამეღო მეჩვენებინა თუ ისა აუცილებლად გადავიღებ და გაჩვენებთ
თქვენც გაგიზიარებთ ამ სასაცილო მომენტებს. კარგით, აბა დროებით და მოლოდინი მაქვს, რომ ხვალაც დაიდება ვიდეო. კარგით, გაკოცეთ აბა.